მოგესალმებით ყველას, ჩემო ძვირფასებო, მოგიკითხავთ სულ ყველას დიდი სიყვარულით, როგორ ხართ, აბა ხომ ვართ ყველანი კარგად და ჯანმრთელად. ძალიან დიდი მოკითხვა. ჩემს ემიგრანტებს, ჩემს ძვირფას ხალხს, ადამიანებს, რომლებიც ასეთ მადლიერებას არ იშურებენ ჩემს მიმართ, მე რაც შემიძლია მაქსიმალურად ყველას გეხმარებით ემიგრანტებსაც და არაემიგრანტებსაც. ჩემო ძვირფასებო, უღრმესი მადლობა თითოეულ თქვენთაგანს გამომწერს followers, TikTok-ს გულისხმობ, ძალიან დიდი მადლობა ნდობისთვის თქვენ და პირველ რიგში მე მიხარია ის, რომ თქვენი სახით ამდენი მეგობარი შევიცინე. პირველ რიგში ეს მახარებს, ეს მიხარია და აი ზუსტად წუხელ გვიან მქონდა ძალიან ერთი კონსულტაცია ქალბატონთან, ბათუმელ ქალბატონთან და ძალიან სასიამოვნო სანდომიანი, აი თვითონვე გაუკვირდა, ხო აი ამდენი ხანი, მთელი საათნახევარი ვისაუბრეთ გაშლის გარდა. და გაუკვირდა, ალბათ არ ელოდა, რომ მე ამდენი ხანი, ამდენ დროს, ასე ვთქვათ, დაუთმობდი. ამიტომ ნახეთ და უმეტესობის ესეთი ის მოდის 5 კითხვა 4, არა ჩემო ძვირფასებო, რამდენი კითხვაც საჭიროა, რამდენი დროც საჭიროა. დამეთანხმებიან ჩემი პაციენტები, მე არც დროს ვითვლი, არც საათებს ვითვლი და არც წუთებს არ ვითვლი. რამდენიც საჭიროა, როგორც საჭიროა, იმიტომ რომ მე არ გთვლით როგორც ოფიციალურ პაციენტად და აი გავშალეთ და აბა კარგად იყავი. ყველა მახსოვს, ყველას პრობლემა მახსოვს, ტვინში არ ვფილტრავ არაფერს, იმიტომ რომ პირველ რიგში თქვენ ხართ ჩემთვის მეგობრები და მერე საქმე. ამიტომ არც ერთი წამი არ იფიქროთ ის და აი ეს მომენტები, რომ უიმე აი 5 კითხვა და 4 კითხვა და დავასრულოთ და არა. პირიქით, უბრალოდ ხმოვანებით ვისაც უნდა ხოლმე და არ ეკომფორტდება, პირიქით, მე ვაგრძელებთ ხმოვანებით, კიდევ საუბრობთ, კიდე ყველასთან ვაგრძელებ მეგობრობას. ვერავინ ვერ იტყვის, რომ მე ვინმესთან ოფიციალური ურთიერთობა მაქვს. ამიტომ დიდი მადლობა თქვენს, რომ ასეთი კარგები და ასეთი იმპერატრიცები მყავხართ. რა თქმა უნდა, თქვენ რო ასეთები არიყოთ, ხო? მეც ასე ვთქვათ, ხელი არ შემეწყობოდა ამ ყველაფერში. ძალიან დიდი მადლობა. კომენტარებს ხოლმე ველოდები და დაწერით კომენტარები, მით უმეტეს. ზოგი წერს პირადში, რომ თეკო არ მინდა გამოიჩნდე და კომენტარს ვერ ვდებ. კი ბატონო, მაგრამ ბოდიში, მაგრამ მე არავის პირადში მონაწერს არ ვსკრინავ და არ ვდებ და არ ვასაჯაროვებ და ესეთი რაღაც არ შეიძლება. მადლიერება ის თუ რა არის, უნდა დარჩეს პირადში. მიხვდით იმას, რომ უნდადეს კომენტარში დადებ და ამიტომ არ ვიცი ვინტაროლოგი როგორ არის და გამოფენენ ხოლმე და გამოამზეურებენ რეკლამის გამო, მე არც რეკლამა მჭირდება, მე ვინც მიცნობს, არც მაგის დრო მაქვს, პირიქით ნეტა, აი ეს ყველაფერი, რაც მაქვს, ღვთისწყალობით მივიდე ბოლომდე, მიგიყვანოთ კიდე 7 გოგო დამრჩა ამ კვირაში, რომ დავასრულო ეს საქმეები. ნუ ვიცით აღებული მაქვს საქმეს გულისხმობ. დაცვის დადებას გულისხმობ, მესამე პირის ბლოკებს გულისხმობ, ამიტომ ჩემი ტვინი მხოლოდ ამაზე ახლა გადმორთული. მოკლედ, ვიდეოს ბოლოს YouTube-ზე დევს ჩემი ნომერი, WhatsApp-ი, Viber, Telegram-ზე წერთ, ხოლო TikTok-ზე ვინც ხართ და ვინც ნახულობთ, შეგიძლიათ პირადში მომწეროთ და მე თვითონ დაგამატებთ WhatsApp-ი, Viber-ზე. ეხლა დღევანდელი საჯარო გაშლა კი ეხება, რატომღაცა ესე უცბად მომინდა, მე არაფერს არ გეგმავ, რაც წამოვა ენერგიებით იმას წერ, მისი ნაბიჯები. საერთოდ იქნება თუ არა ნაბიჯები, ტყუილად რო არ ველოდოთ, ტყუილად რო არ ვინერვიულოთ და ისტერიკა და პანიკა რო არ გქონდეს. ნახოთ. ჩაიფიქრეთ თქვენი პიროვნება, თქვენი სახელი და გვარი, მისი სახელი და გვარი. ფანჯარა ღია მაქვს, ცოტა ხმაური შემოდის, ვეცდები ხმამაღლა ვისაუბრო, მოდით ვნახოთ ჯერ რა სიტუაცია გაქვთ. შემდგომ ვნახოთ მისი დამოკიდებულება თქვენს მიმართ. დასტები მანამდე ამოვიღე, უფრო სწორედ კონსულტაცია მქონდა დილით ადრე და ბარემ გამოგზადე დასტებიც. მისი დამოკიდებულება თქვენს მიმართ, შეიძლება კითხვებს არც მივყვე, ხო იცით, აქ ამბავი რა წავა, არ ვიცი და რა მოვა. მისი შეგრძნებები თქვენთან დაკავშირებით და რა იქნება მისი ნაბიჯები. და რჩევა ტაროსგან, თქვენთვის და ასევე ჩემგან. ეს აჩეხილია, მაგრამ მაინც კიდე რო არის ფიქრობ რამე, სპეციალურად ამოიღო არკანებიო, რა ვიცი, ყველაფერი ხდება, ყველანაირი ადამიანია. მოდით. ორი დასტით მუშაობიცით თქვენს პირადშიც და
საჯაროში ცოტა სულ არ ვარვარდებული ორი დასტით. რამდენი ენერგია დავხარჯო, ხო, ამაში არაფერს არ ეხდიან, მაგრამ მე იმიტომ არა, რომ უბრალოდ ერთადერთი რასაც გთხოვთ, ეს არის subscribe ღილაკი YouTube-ზე, რომ გამოწეროთ ჩემი არხი, ლაიქი, კომენტარსაც თუ დადებთ, მადლიერი ვიქნები და TikTok-ზე დამაფოლოვოთ და ერთი გული დამიწეროთ, ხო? მეტის თქვენგან არაფერს არ ვიტყო, აქედან მე არ შემოსავალი მაქვს არაფერი. მოკლედ, ჩემო ძვირფასებო, ეს არის ჩემი საყვარელი საქმე, რასაც ვაკეთებ. პირველ რიგში, სანამ ამოვაბრუნებ დასტის ფონი, გინდა არ გინდა და მინდა არ მინდა, თვალი აუცილებლად გარბის და პირველი რაც წება რვიანი ხმლებით. მე მგონი ისედაც გადაღეჭილი გაქვთ, რა არის რვიანი ხმალი, როგორი ჩაკეტვა არ რვიანი ხმალი, როგორი განულება არ რვიანი ხმალი, როგორი გრძნობებიც არ უნდა იყოს. აბსოლუტურად ნულდება, აბსოლუტურად უქმდება ყველაფერი და გადადის ადამიანი და ორივე წყვილი ჩაკეტილ მდგომარეობაში. და ხმლების მეფე, რომელიც გითვალთვალებთ, არ არის გამორიცხული კი ბატონო აქ სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენელი იყოს, ან ექიმი იყოს და ამ ყველაფერთან ერთად პიროვნება, რომელიც ყველგან ყველა სოციალურ ქსელში გითვალთვალებთ და აი რა ენერგიებში იმყოფებით თქვენი სიტუაცია. აი ეხლა დაინახეთ და მერე კიდე მითხარით, რომ აქ არ არის არაფერიო. 10-იანი ხმალი ორივე დასტის, ხალხო, შეხედეთ, რომელ ენერგიებზე მელაპარაკებით, რვიანი ხმალი დასტის ფონი და თქვენ თვალწინავთ შეხე დასტა. მერე კიდე იტყვით, რომ არაფერი არ ხდებაო. აქ მარტო თვალი არ შეხედეთ. ანუ აი ხა წესით გაშლას აღარ უნდა აი პირდაპირ გეუბნებით, აღარ უნდა ვაგრძელებდე. აქ პირდაპირ გეუბნებით, თვალი კი არა და მაგია კი არა, მესამე პირების არ ვიცით, სვენაა თუ რა, ჯანდაბაა თუ რა არის, წესით სურვილი აღარ მაქვს რომ გავაგრძელო, მაგრამ საჯაროა და შუა გზაზე არ მიგიტოვებთ, თორე აი დედას გეფიცებით, ერთი-ერთში გეუბნებით, რომ ძალიან ცუდი სიტუაცია გაქვთ. აქ როგორც ჩანს გათხოვილი ქალბატონები ან ქმარს გაშორებულები მიყურებთ და ეტლის არკანით კი ბატონო გაჩერდა. გაჩერდა კი არა, საერთოდ მიკვირს რომ რა ურთიერთობა გქონდათ, რომ აი ამ ყველაფრის მერე რომელი ანუ სიტუაციის ანალიზს კითხულობ ენერგიას და არაფერი აღარ არის მკვდარია, ყველაფერი მკვდარია. კიდევ ვიმეორებ, მე არ გეუბნებით რომ შანსები და ის გადავალ და ვნახავ. ფიქრებში და იმაში ამ წუთას ენერგიები თქვენი მკვდარია, ყველაფერი მკვდარია თქვენთან დაკავშირებით. კი ბატონო, არ არის გამორიცხული რომ აქ მაგიის წყალობით და მესამე პირების წყალობით. ამიტომ გეუბნებით რომ დროულად, იმიტომ რომ 17-ის მერე, ხო? მე მარტო საქმეები უნდა დავასრულო 20-მდე მივაწოდო ყველას და ამიტომ 17-მდე კონსულტაციები და დროულად, რაც მალე მით უკეთესი. მე მეც აღარ გავიმეორებ და თქვენთან დაკავშირებით მის ფიქრები, მის დამოკიდებულება და პირდაპირ ერთი-ერთში კი ბატონო იმპერატორი, კი ბატონო ადამიანი, რომელიც ნუ გიждები მე იმპერატორზე, ნამდვილად გიღირთ აი ამ ადამიანისთვის ბრძოლა, ნამდვილად გიღირთ, მოდით პირდაპირ გეტყვით. კი ბატონო, ნამდვილად კარგი, კაცური, თავის თავში დარწმუნებული, არა აქეთ-იქით ენის სამყოლი და რაღაც მანიპულაციები, ვიღაცები რა თქმა უნდა მოქმედებენ. ეხლა შეიძლება თქვათ, რომ მაშინ ეს ამბები რა ხდება? ეს ამბები ის, რომ პირდაპირ ერთი-ერთში მაგიაა. მარტო მაგია არ არის. მაგიას კიდე რაც დაეძებ, აქ შეიძლება საერთოდ საგვარეულო მაგიაა. და იმას მოყვა კიდე ახალი მაგია, იმიტომ რომ მე პირველად მაქვს ეს შემთხვევა, ხმლები ამომსვლია, მაგრამ პირველივე საწყისში 4 ერთად ხმლები, ესეთი შემთხვევა არ მქონია. მე წესით გაშლა აღარ უნდა გამიგრძელებინა. მე ახლა რო არ შეგაშინოთ ძალიან და არ დაგზაფროთ, ვეცდებით დავასრულო, იმიტომ რომ პირდაპირ გეუბნებით, აი სიუმაუფლმა დამასხა, რაც მე დავინახე ხა არკანები, ძალიან ცუდად გავხდი და იმოქმედა და აი თქვენთან დაკავშირებით ფიქრები. ესეც მაგის არკანი. ფიქრებით ადამიანი, რომელიც ფიქრობდა კიდევაც, რომელიც დადებითადაც იყო თქვენს მიმართ, რომელსაც აბსოლუტურად ყველანაირად ავსებდით, გადავიდა 5-იან თასებში, აბსოლუტურად განუდა ყველაფერი, 9-იანი პენტაკლებიდან გადავიდა 5-იან თასებში, აი ამ მანიპულატორის დახმარებით. აი იმ ხმლებს მოყვა მანიპულატორი. ანუ მესამე პირები, პლუს ჩართულობები, პლუს არევდარევა და აბსოლუტურად ჩაკვდა ყველაფერი, თორე ფიქრები ვინაიდან იმპერატორია, რაც ნიშნავს, ეს კაცი თქვენთან იმპერატორად გრძნობდა თავს, ნამდვილად კი ბატონო.
და ნამდვილად დადებითად გრძნობდა თავს, თორე ეს თქვენთან არ გაჩერდებოდა. ამიტომ აქ მე ვფიქრობ, რომ ბრძოლა გიღირთ. რა თქმა უნდა, ეს არის საჯარო გაშლა, პირად კონსულტაციას რო გავშლით, შეიძლება პირდაპირ გითხრათ, რომ არ გჭირდებათ კაცო, რა გინდათ ამისთვის იბრძოლოთ, მაგრამ ეხა ეს არის საჯარო, ყველაზე ვერ ეზონიშდება, ხო? ამიტომ ყოველთვის პირადი საერთოდ სხვა არის. შეგრძნებები თქვენთან დაკავშირებით. აი, შეხედეთ, არ ვიცი, შოკში ვარ, ხალხო, რა ხდება? რომ გონია, რომ შემდეგი გაშლა ცოტა უკეთესობისკენ წავა, უარესობისკენ მიდი. შეხედეთ, ხალხო. აქაც რვიანი ხმლები, აქაც სამიანი ხმლები. რვიანი თასები. რა შეგრძნებები? ესე იგი, რამხელა სიყვარული და რამხელა განულებაში გადაходით, ეს რა ხდება და აი ესე ზიხართ წყნარად და მშვიდად ხელფეხ შეკრული და არაფრის გაკეთება არ გინდათ? საერთოდ არ გიღირთ არაფერი და რო გავა პერიოდი წლები და ამ ბიჭს ვიღაცა დაეპატრონება და ან ეხლა ვინც უკეთებს რაღაცებს წაიყვანს, მერე გაგახსენდებათ? ბოდიში, მაგრამ მერე ვეღარავის ვეღარ მოატრიალებთ. აი ადამიანი სანამ აიხლა ხელფეხ შეკრულია, აი ეხა უნდა ამას შველა ეს წოდეთ. წასულია სიტუაცია. შეშინებულია ადამიანი, თორე ემოცია შეყვარებულების არკანით აქ ისეთი ენერგია და ემოციას მიჩვენებს. აქ იდეალურად გქონდათ ყველაფერი. ასეთი რა მოხდა, ოღონდაც გეფიცებით, მე მაინტერესებს ვის ეხება ეს გაშლა, ოღონდაც თუ არ გინდათ პირადი კონსულტაცია, ისე დაწერეთ კომენტარებში, იმიტომ რომ შოკირებული ვარ. სრული შოკი მივიღე. ნაბიჯები. წესით საერთოდ არანაირ ნაბიჯს აღარ უნდა ველოდოთ ეხლა, რომელ ნაბიჯზეა ლაპარაკი. მაგრამ ერთს გეტყვით. ხელი-ხელ ჩაკიდებულები იყავით, ერთი წუთი ვერ ძლებდით ერთმანეთის გარეშე. და არ გიკვირთ, რომ ეს ყველაფერი რატო გადავიდა ამ სიტუაციაში? ეს ერთი ხელის მოსმით როგორ მოხდა ყველაფრის ჩამონგრევა და ჩამოშლა და განულება? და ესე მარტო რო დარჩით? როგორ მაინტერესებს არ გიკვირთ და თქვენ ფიქრობთ, რომ მარტო აი ესე საჯაროებს უყუროთ? საჯარო არის 1000-დან 3-ზე რეზონირდება. რაც მეტია ყურება, მით ნაკლებია რეზონირება. აი ამ ყველაფერს, ამ სკროლებს და ამ მდგომარეობებს არ გირჩევდიათ, რომ ერთი მას უყუროთ, ის ერთი პირადი კონსულტაცია გაიაროთ და იცოდეთ რა ხდება? არ ვიცი, რა სელოდებით, მართლა გაოცებული ვარ ოღონდ. იმ ხელა ემოცია ადამიანს, ნაბიჯები, როგორ არა ძალიან უნდა, ვერ მოგატყუებთ რო არ უნდა. ნახეთ როგორი შემართებით, მაგრამ აი რამდენი რამე უშლის ხელს, აი შეხედეთ. ადამიანს ნაბიჯი კი არ უნდა, პირდაპირ თქვენამდე მოსვლა უნდა. მაგრამ იმ ხელა ემოცია აკავშირებს თქვენთან, პირდაპირ გეუბნებით. მაგრამ ვერაფერი ვერ იქნება, ის იცოდეთ, სანამ ამას არ ეშველება. ღმერთო, რომ გონია, რომ შემდეგი, აი უბრალოდ აი არ მინდა, მინდა რომ ინერვიულოთ. მაგრამ არ ვიცი, უნდა დაგანახოთ, რო არ დაგანახოთ, არ დაიჭერებთ. ტრანსფორმაცია, ეშმაკი და კოშკი. ჩევა. კიდევ უარესელოდეთ. თუ ამას არ უშველით, კიდევ უარესელოდეთ, ეს იცოდეთ. აქ თუ მესამე პირები არ დაიბლოკებიან, მზე ვერანაირად ვერ გამოვა. ვერაფერი ვერ დაიწყება თავიდან, პირდაპირ გეუბნებით, ერთი-ერთში გეუბნებით, ჩემო ძვირფასებო. პირველი ის, რომ სასწრაფო პირადი კონსულტაცია. მართლა ღამეებს ვათენებ 4 საათამდე, 3 საათი არ მძინავს, მეორე დღეს სამსახურში მივდივარ. იმის გამო, რომ ყველას მოგისწროთ სანამ გავალ. ამიტომ, რაც შეიძლება სწრაფად და რატო გეუბნებით. ძალიან ცუდი სიტუაციაა და კიდევ უარესელოდეთ. ტრანსფორმაციაში გადავიდა მდგომარეობა და კოშკის არკანით დამხობილია, ამ წუთას პირდაპირ გეუბნებით, ურთიერთობა აღარ არსებობს, განულებულია. ოღონდ, ყველაზე მთავარი, თუ არაფერს გააკეთებთ, საერთოდ როგორ გითხრათ? აი თუ არაფერს გააკეთებთ, აი რო გავა გარკვეული პერიოდი, იმაზე უარესად გრძნობთ თავს, ვიდრე ეხლა ხართ და იცით რატო? რო გამეკეთებინა ნეტა იქნებ რამეც ცვლილება ყოფილიყო. და თუ არ იქნებოდა და რაღაცა მე ხო გავაკეთე, მე ხო ღმერთის წინაშე მართალი ვარ, მე ხო სამყაროს წინაშე მართალი ვარ, მე ხო გავიღე. აი ნახეთ, მოდით აბა ესე იფიქრეთ. პირადად გეუბნებით, სრული შოკი მივიღე ამ გაშლით. საერთოდ სხვა ენერგიით გავიღვიძე დილით, მშვენიერი კონსულტაცია მქონდა პირადი, ისეთი კარგი სიტუაცია, რაღაცა და აი საჯარო გავშალე, რომ რა ვიცი, გაგვიხარდება თქო და გამიხარდა კი არა, ყველაფერი ჩამკვდარია.
არ ვიცი, შემეხმიანეთ გადმოდით პირადში, ამას ესე დატოვება, ერთს გეტყვით. ყველაზე მთავარს გეტყვით. ეს ყველაფერი რომ დატოვოთ, მით უმეტეს ვინც გათხოვილი იყავით ან რამე ზოგადად ჩვილი ყავთ და რომც არ ახართ გათხოვილი ვთქვათ. და შემდგომ თქვათ სიტუაცია შეგეცვალეთ და სიცოდეთ. მაგია გადადის ბავშვებზე. მაგიას რატო ხსნით? რატო ვაკეთებთ წმენდებს? რის გამო მოვიხსენ იმედ საგვარეულო მაგია? ჩემი მშობლების ვალი რის გამო გადავიხადე საგვარეულო? იმიტომ რომ ჩემ შვილებზე არ გადასულიყო, მიხვდით? ამ ყველაფერს მე გეუბნებით ჩემიდან გამომდინარე. მე ამ კითხულს არაფერს არ გეუბნებით. მე ვიც მიცნობს, აი ასეთი ვარ, პირად გაშლაშიც ასეთი ვარ. და საჯაროშიც რაც ვარ, აი ეს ვარ პირადშიც. ვერავინ ვერ იტყვის, რომ მე ორი სიტყვით რაღაცას იქვეუბნები. არა, რასაც გეუბნებით აქ და როგორი გულითაც გესაუბრებით, კიდე 10 ჯერ მეტი. და ყოველდღე ურთიერთობა გვაქვს ჩვენ. ამიტომ ყველაზე მთავარი იფიქრეთ მომავალზე და შვილებზე. მე ვფიქრობ, რომ სწორედ ამისთვის ვცოცხლობთ და ეს არის ჩვენი აზრი, ხო, ცხოვრების ოჯახი და შვილები. აქ სავალდებულო არ არის ქმარი და კი ბატონო, ხო, შვილები. ამიტომ მაგია გადადის ბავშვებზე. ენერგეტიკულად. ყველაზე მთავარი სასწრაფო ჭირდება ამას მოხსნა. სულ არ შეცვალოთ არაფერი და მითხრათ, რომ თეკო, მე ეს ადამიანი აღარ მჭირდება, დავამთავრე. კი ბატონო, ეს უნდა მოიხსნას. არ გჭირდებათ, ნუ გჭირდებათ. მაგრამ ეს უნდა მოიხსნას, ვისაც ოჯახები გყავთ, ეს ცოდეთ. და ვიზეც დაახლოებით ცოტა მაინც რეზონირდა ეს კონფლიქტი გაშლა. არ ვიცი, შემეხმიანეთ პირადში. ეხლა გავრბივარ ჩემო ძვირფასებო სამსახურში, უნდა გავემზადო და მომწერეთ, როგორც კი შევძლებ გიპასუხებთ, რაც შეიძლება მალე. რაც შეიძლება სწრაფად. აი პირდაპირ გეუბნებით. კი არ გეუბნებით, რომ თუ გინდათ არა სასწრაფოა. აი ასე გეუბნებით. ეხლა დაგემშვიდობებით, დროებით მიყვარხართ ყველა.